ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ცხელი ხაზი გისმენთ? გამარჯობა. ჩემ შვილს უნდა ლა ლიგის ყურება, ოღონდ არ გვინდა ტელევიზორში უყუროს და არაბეთში რომ ჩავატაროთ, ეგეც რა დაჯდება. იცით ესპანეთის ჩემპიონატია და სხვა ქვეყანაში როგორ ჩატარდება? როგორ გამაცინეთ, თქვენ გაიხარეთ. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ცხელი ხაზი გისმენთ? გამარჯობა, ჟუან ლაპორტა ვარ. გილოცავთ ახალ წელს. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. თქვენ ამას ნამდვილად იმსახურებთ, რადგან მსოფლიოში საუკეთესო ორგანიზაცია ხართ. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას გაუმარ, ჯოს, გაუმარ, ჯოს, გაუმარ, ჯოს, ჯოს, ჯოს. მადლობა, თუმცა სამწუხაროდ ოლმოს ვერ დაგირეგისტრირებთ, ბატონო. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ცხელი ხაზი გისმენთ? ვინისიუსი ვარ ჟუნიორი, ვის ვესაუბრებ? მე ოპერატორი ვარ. მე მსოფლიოში საუკეთესო კლუბის რეალ მადრიდის, მსოფლიოს საუკეთესო შემტევი ვარ. მოგონ ეგეთი ქედმაღალი და პროვოკატორი არა ვარ, როგორც ჩემზე ამბობენ. გასაგებია, ბატონო. რა არის გასაგები, შემდაბიო? მე ვინისიუსი ვარ, შენ ოპერატორი, სხვადასხვა სიმაღლეებია, გოგონა. სხვა კითხვა თუ არ გაქვთ, უნდა გაგითიშოთ, ბატონო. აქ მე ვთიშავ. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ცხელი ხაზი გისმენთ? გამარჯობა. მე პერესი ვარ. სასტუმროს ნომერი უნდა იყოს ჩემს სახელზე დაჯავშნილი და რამდენ ოთახიანია რომ ითხრათ? 3 ოთახიანი, ბატონო, როგორც მოითხოვეთ, მისაღები, საძინებელი და ვარის ოთახი. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ცხელი ხაზი გისმენთ? აუ, მაგარი ახალი ანეკდოტი უნდა მოგიყვე, ესე იგი, მეცინება უკვე. ესე იგი, პერესი, უეფას პრეზიდენტი და მე, ვინ თქვენ, ბატონო? ჟუან ლაპორტა. ვერ დავარეგისტრირებთ ოლმოს, ბატონო. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ცხელი ხაზი გისმენთ? გამარჯობა, რობერტ ლევანდოვსკი ვარ. უკვე მესამედ ჩამოვედი არაბეთში და რა გავაკეთო, რას მირჩევთ? ასაკი შემახსენეთ. 36 წლის. ალ-ნასრის გირჩევთ, ბატონო. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ცხელი ხაზი გისმენთ? შენ ანგელოზად ღმერთმა გაკურთხა, თვარემ გაჩუქა, სევდი საფარი, შენ ახარ ჩემი ვარსკვლავი. ვერ დაგირეგისტრირებთ ოლმოს, ბატონო. 8 იანვარს საუდის არაბეთში ესპანეთის სუპერთასი აიღებს სტარტს. ტურნირში მონაწილეობს 4 გუნდი, თუმცა არაბეთში ეს არავის აინტერესებს, რადგან იქ თულა მილიონიდან იწყება. ესპანეთის სუპერთასის პირველ ნახევარფინალში ერთმანეთს ბილბაო და ბარსელონა დაუპირისპირდება. ბარსა არაბეთში პრობლემებით ჩადის. ოლმოს ვერ არეგისტრირებს და თან დირექტორთა საბჭოს გარკვეული ჯგუფი ლაპორტას გადადგომას ითხოვს. თავად ოლმო აცხადებს, ლაპორტას სრულ ნდობას უცხადება. მოკლედ ასეთი სიტუაციაა, ლაპორტას ასე ღიად ერთი კაცი ენდობა და იმასაც ვერ არეგისტრირებს. მეორე ნახევარფინალში მადრიდის რეალი მალიორკას დაუპირისპირდება. რეალის ფორვარდმა ვინისიუს ჟუნიორმა ლა ლიგაში ვალენსიასთან დიმიტრევსკისთან ხელი შეხების გამო წითელი ბარათი მიიღო. მას თავის დროზე მოქცევის მწვრთნელი აუყვანეს, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც გაეხვა სკანდალში. ვინი? ახლა არაბეთშია თამაში. ხოდა ცოტა ნერვები მოთოკეთ, რომ ესპანეთში თუ ბარათი მოგცეს, აგეგრევე გარუზგვა. ბიტ ბურგერთან ერთად გეტყვით რა უნდა ვიცოდეთ ესპანეთის სუპერთასზე და მონაწილე გუნდებზე. ესპანეთის სუპერთასი 2020 წლიდან 4 გუნდიანი გახდა და მასში მონაწილეობას ჩემპიონატში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები და თასის ფინალისტები იღებენ. ესპანეთის სუპერთასი ყველაზე მეტჯერ 14ჯერ ბარსამ მოიგო, 13ჯერ რეალმა, 3ჯერ ბილბაომ, ხოლო მალიორკამ ერთხელ. მიმდინარე სეზონში ბარსელონა თამაშის საშუალოდ 6ჯერ ურტყამს კარში, ბილბაო კი 13ჯერ ჯარიმდება. მადრიდის რეალი თამაშის საშუალოდ 5 კუთხურს აწვდის, ხოლო მალიორკა 2ჯერ ხდება თამაშგარეში. მე ვიღებ პროგნოზს თამაშიდან ბილბაო, ბარსელონა და ჩემი პროგნოზია პირველი ტაიმის ერთ ნახევარზე ნაკლები გოლი. ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალია, სასწორზე ფინალი დევს და გუნდებისგან უფრო ფრთხილ თამაშს ველოდები. აქედან გამომდინარე მგონია, რომ პირველ ტაიმში ბევრი გოლი არ გავა. ჩემი პროგნოზია კილიან მბაპე გაიტანს გოლს. მბაპე მადრიდის რეალმა სწორედ ასე თამაშებში გოლის გასატანად შეიძინა. ის ძალიან კარგი ფორვარდია და ვფიქრობ მალიორკას მცველებს მისი შეჩერება გაუჭირდებათ და მბაპეც მინიმუმ 1 გოლს შეადგენს.